პარლამენტში წინა ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ბიზნესის ზეწოლის ერთ-ერთ ფაქტზე შეპესე მაგნატის საქმეზე იმსჯელეს. შეპესე მაგნატის ფლობელი ქონების ჩამორთმევაში დავით კეზერაშვილთან ერთად TBC ბანკს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს. უკვე ცნობილია, რომ ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დროებითი საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურას გადაუგზავნის. ბადრი ჯაფარიძეს კი ხდომაზე მისასვლელად ვადას აძლევს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნაზე უკვე ხვალ ხდომის დასწყებამდე იმსჯელებენ. მანინა დევაძე შემოგვიერთდება დეტალებით ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში. მანინა, გისმენთ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურაში გადააგზავნიან. ეს გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის თავმჯდომარემ თია წულუკიანმა მამუკა ხაზარაძის პოსტის შემდეგ დააყენა. ბადრი ჯაფარიძეს კი საგამოძიებო კომისიაში მოსასვლელად კიდევ 1 საათი აქვს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის მსგავსად პარლამენტში მოსვლას და დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არც ბადრი ჯაფარიძე აპირებს. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია პოსტით დააფიქსირა და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმური უწოდა. როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ქართული ოცნება გამოგონილი ბრალდებებით და ცილისწამებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს. მოქმედი კანონმდებლობით დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ ხდომაზე ბიზნესის ზეწოლის, კონკრეტულად მაგნატის საქმის ფარგლებში დაიბარა. ბატონმა მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა ჩვენს წინაშე დღეს გამოცხადებაზე, ამას მან Facebook პოსტიც მიუძღვნა. შესაბამისად ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და მისი არ გამოცხადების შესახებ საქმე გადაიგზავნა საქართველოს პროკურატურაში. კომისიის წინაშე არ გამოცხადება ან კომისიის რომელიმე სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ისჯება სისხლის სამართლის წესით. და არის გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, როგორც გახლავთ 1 წლამდე პატიმრობაც კი, მხოლოდ იმის გამო, რომ უარ სიტყვი კომისიის ხდომაზე მოსვლაზე. ბატონი ბადრი ჯაფარიძისთვის შეთავაზებაა, რომ 4 საათამდე დღეს გამოცხადდეს და მოგცეს ახსნა განმარტება შეპეს მაგნატის საქმეზე. ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რიგით მე-4 ხდომაზე მაგნატის საქმეზე იმსჯელა. ამ ხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა კომპანიის მესაკუთრეს და მის ადვოკატს ცალ-ცალკე მოусმინეს. ორივე მათგანი ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესის ჩამორთმევაში TBC ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც ადანაშაულებს. ამასთან ადვოკატმა ისაუბრა კომპანიის გაკოტრების პროცედურაზე და განაცხადა, რომ შეპესე მაგნატი სასამართლოს მხრიდან ისე იყო გამოცხადებული გაკოტრებულად, რომ მისი ყველა ქონება შესწავლილი და მოძიებული არ ყოფილა. მარტივად არ გამოვა ეს ამბავი, მაგრამ მაინც რომ შევეცადოთ, აი შევაჯამოთ რა მოხდა ბატონი ჯემალის თავს. თქვენ ყველა პროცედურა იცით. ყველა ნაბიჯი რომელიც შემდეგ გადაიდგა, მთელი ჯაჭვი მოვლენების არის თქვენს თვალწინ და თქვენს ხელში. როგორ შეფასებას მისცემდით ამ საქმეს? ყოველ შემთხვევაში ბატონ ჯემალს ჰქონდა ისეთი ბიზნესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებული ბიზნესია და შესაბამისად სახელმწიფო ამ ბიზნესს ხელიდან არ გაუშვებდა. მე როცა სახელმწიფოს ვამბობ, გულისხმობ სახელმწიფოს თანამდებობის პირებს, რომლებიც იმ პერიოდში ბიზნესში იყვნენ ჩართულნი. უბრალოდ მას არ შეარჩინეს, ჩამოართვეს ის ბიზნესი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ბიზნესი შემოსავლის თვალსაზრისით. და კერძო პირს უბრალოდ არ მისცემდნენ ამ ბიზნესის გაკეთების უფლებას. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად
ჩინოვნიკების, მათი კონტროლის ქვეშ და ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა ეს დაბეჭდილება დამჩა და ბატონ ჯემალი უბრალოდ გახდა მსხვერპლი. მაგნატი 2006 ისე ამოშალეს, ისე მალე დაასრულეს მისი გაკოტრების საქმის წარმოება, რომ მისი სრული ქონება არ იქნა მოძიებული ბოლომდე. მე გამოვითხოვეო რეესტრიდან მაგნატის შესახებ ინფორმაცია და დღესაც მას აქვს ქონება. კი. რა ქონებაზეა საუბარი? აქ საუბარია 5 კომპანიაზე, სადაც მაგნატი გვევლინება 100%-იანი, 70%-იანი, 50-იანი და 40%-იანი წილის მესაკუთრეთ. ანუ ნახეთ მაგნატი იმიტომაც არ უნდა ამოშლილიყო რეესტრიდან და გაკოტრებულიყო, რომ მას იმ პერიოდში ჰქონდა კომპანიები, სადაც 100%, 70, 50, 40% წილი ჰქონდა. და ახლა ამ წილის უკან კიდე ამ ქონებებს რა ღირებულება გააჩნდათ, ეს კიდე სხვა ესეც შესაძლებელი იყო და გაკოტრების მართველებს ესეც უნდა მოეძიათ. ეს მოქმედი კომპანიებია დღეს. ერთ-ერთი მაგალითად გაკოტრების რეჟიმში ამ წუთში შპს ტიფლისი 37-იანი, ხოლო დანარჩენები იყო ის კომპანიები, რომლის უკანაც რესტორნები და სასტუმროები იყო. გასაგებია. წვანე კონცხი და ასე შემდეგ. უძრავი ქონება და სხვა რაღაცა, რომელიც გამოაცალეს ახლა იმ კომპანიებს, როგორც ჩემთვის ცნობილია და ამ წილის ღირებულება შეიძლება ისეთი დიდი აღარ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მილიონიანი ღირებულების წილი იყო იმ პერიოდში, როდესაც მაგნატი არსებობდა. რეალურად ის მოხდა, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ბატონი კეზერაშვილი გამოჩნდა თავში, როცა შესთავაზა ბენზინის გაყიდვა და უარის შემდგომ გამოჩნდა ბოლოში, როდესაც მან მიიღო რეალურად ის რაც უნდოდა თავში. მაგრამ ამ ყველაფერში TBC ბანკი ფიგურირებს თავიდან ბოლომდე, როგორც წილების გადმოფორმებაში და მე ფულის გადაუხდელობაში და ასევე შემდგომ აი ამ წილის კეზერაშვილისთვის გადაფორმებაში. აი ეს რეალური სურათია ძალიან მოკლედ, რაც დღეს საზოგადოებამ იხილა, ანუ ხელისუფლებამ რეალურად ბიზნესი დაარეკეტა TBC ბანკის მეშვეობით. გეთანხმებით. დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ბადრი ჯაფარიძის გამოუცხადებლობის საკითხზე კომისია ხვალ იმსჯელებს და სავარაუდოდ მის საქმესაც პროკურატურაში გადააგზავნის. გმადლობთ, მან დევაძე საუბრობდა საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში.